გაიგონებ ბატონო მოსამართლე ჩემი ხმა? ხო, მე როგორც მოქალაქე მაქვს უფლება თავისუფალი მქონდეს ჩემი აღსარებლობა და ეს ჩემი კონსტიტუციური უფლება დარღვეული იყო სახელმწიფო ორგანოს პოლიციის მიერ მეტი არავითარ ფაქტს და ინციდენტს აქ არ გქონია ადგილი. გასაგებია. ნინო დღეშევაშოს აქვს კითხვა. ის მინდა ვთქვა, რომ დარბევამდე თავდაპირველად მოვიდა ორი პიროვნება. სურათებზე აღბიჭდილია ერთი სახელებიც იმას მუგზარი ქვია. გვარი არ ვიცი, პოლიციის თანახმად ისინი სამოქალაქო დასაწყისში იყვნენ, მაგრამ ისინი მოვიდნენ იმ განცხადებით, რომ მას ზალი უნდა მიეყვანათ პოლიციის სამმართველოში, ზალყეშელაშვილი. ჩვენ ვეკითხებოდით, ეს ბრძანება გაქვთ რაიმე უწყება ამისი ოფიციალური, მათ გითხრეს, რომ არა, თქვენი ნებით უნდა წამოხვიდეთ, მაგრამ ჩვენ უმართავთ, რომ ჩვენი ნება ეს არ არის. ისე რომ ისინი იყვნენ იმით მოსული იმ ბრძანებით პოლიციის სამმართველოდან, ერთი იყო პოლიციის ფორმით, მეორე სამოქალაქო ფორმით, ისინი მაგ სურათებში არიან აღბიჭდილი, აქ ორი აზრი არ არსებობს, რომ ის დააზუსტეთ ფოტოებზე, რომ დავაზუსტეთ მე. ბატონო ეს არის აღნიშნეთ ერთი პირველი სურათი. აი ეს ორი პიროვნება. აი დავნობროთ პოლიციის ფორმით მეორეს ეს პიროვნება მას პირობზე ეს თქვენ ეს არის თორე თანამშრომელი პოლიციაში ეს კინოგზარი ну ამასაც კითხვა არ მოხდეს ეს ფორმით თანამშრომელი ეს ორი იყვნენ მოსული იმ ბრძანებით რომ ზალი უნდა აიყვანათ და დაიყვანათ პოლიციის განყოფილებაში მაგრამ ჩვენ მათ არ წავყვებით ჩვენ ვთქვით რომ ჩვენ წინა დღეს ვიყავით იქ და ვისაუბრეთ და ჩვენ ვფიქრობთ რომ რაღაც დონეზე გაიგო ეს საკითხი თუმცა მათ უფლება არც ჰქონდათ რომ მეორე დღეს ჩვენი წავიყვანეთ ისინი წავიდნენ 20 წუთის შემდეგ დაახლოებით მოიჭრა ბატონი გილიეკისაშვილი და მაშინ მოხდა ეს მიკროფონის ართმევა რომ წარმართები ხართ რომ გასა ეს ყველაფერი 29 რიცხვში შემდეგ ის პიროვნებები რომლებიც მან სამოქალაქო განსამოსით არიან ისინი დაგვტრიალებდნენ და მორალს ვიკითხავდნენ ჩვენი აღსარებლობის თემაზე რა უნდა გწამდეს და როგორ უნდა გწამდეს ისინი ამბობდნენ რომ პოლიციის სამმართველოდან იყვნენ ზოგი ფორმიანი ზოგი უფორმო 20 წუთის შემდეგ მათ დამატებითი ძალები შემოუერთდათ რომელსაც ჩვენ სახეებზე ვიცნობთ ზოგი იქვე ბაზრის დაცვიდან გიგანტური აღნაგობის მათ წინიდან გადაგვიკეტეს გზა მაგრამ ის პიროვნებები რომლებიც გამოყვნენ ამ შეკრების ტერიტორიიდან ისინი ჩვენს უკან იყვნენ მოგვიმწყდეს ალყაში და ეს მოხდა იქ ამიტომ მე ვფიქრობ აქ ორი აზრი არ არსებობს სურათები არის მეტი რა შეიძლება ამაზე მეტი დამადასტურებელი ფორმით მოსული ლუგზარი რომელიც არის პოლიციის თანამშრომელი რომლებიც იყვნენ მოსული ბრძანებით რომ ზაილით დაეყვანათ ვფიქრობ რომ ყველაფერი იქ ჩარდა ლუგზარი ფოტო ლუგზარი ნინო გადაეცით სასამართლოს ხო იქ ხალხების მეკითხვაზე პასუხი ფოტოები სასამართლოს გადაეცით შეგიძლია იბატონო მაგრამ სუედები ვიქორა თუნდაც ის დაკოპები ეს იყო ის პიროვნება, რომელსაც ბრძანება ჰქონდა მიცემული და ის პირველი დაეჯაჯურა ასე ვთქვათ ზალყეშელაშვილს რომ აიყვანა მას ჰქონდა პირადად მიცემული იქ იყვნენ ძალიან ბევრი მაგრამ რა თქმა უნდა ეს ბრძანება მოსიოდა პოლიციის სამმართველოს უფროსისგან როგორ არ მიუღებია ფიზე დაჯაჯურება და გამოკიდება და დაუდებდნენ იქ ყველაფერი დაჯგურებოდა და ძალიან გავწადე ჩემ აგებას ჩვენ ვახსოვთ მეუბნები დაჯაჯურება მე გეუბნები ფეხქვეშ გაგვიგდეს და ცემეს ფეხქვეშ გაგვიგდეს და ცემეს ეხლა სხვანაირად რადგან ჩემ პროგრამაში არა მე გიტყვით უგებასა მე პასუხი გაგეცეთ გიზმეთ ბატონებს სამართლებს მათ ცემეს კაკალ საუჯირეს ნახაბერიძეს ხელში ხელი მას სიცხლი მოსდიოდა და ინსტიტუტო მეოთხე საუკუნეში ხობო ჩვენ ყველასთვის სიცხლი მოსდიოდა პირიდან გოჩა ჩალიცილი წყვილები და სიცხლი რო დავინახეთ ეს ყველაფერი ამაზე ძელი იყო ისინი ხალხსაც არიდობდნენ რა თქმა უნდა ზალის თავში ჩაარყეს და იყო ერთი არ ვიცი მე სად შეიძლება ეს მოხდეს აი ესეთი სცენა შეიძლება მეოთხე საუკუნეში საქართველოში